წილადების გაყოფა. ახლა ვისწავლოთ როგორ გავყოთ წილადი წილადზე და შევასრულოთ ასეთი გაყოფის ოპერაცია. 2/13 გავყოთ 2/4-ზე. იმისთვის რომ გაყოფის ოპერაცია შევასრულოთ, ამისთვის არსებობს 3 მარტივი საფეხური. პირველი. შევატრიალოთ მეორე წილადი. ანუ 2/4. 2/4-ის შებრუნება ნიშნავს 2-იანს და 4-იანს მრიცხველს და მნიშვნელს შევცვალოთ ადგილები. 2-იანი ჩამოვიდანოთ მნიშვნელში ქვემოთ, ხოლო 4-იანი პირიქით ზემოთ. ან 2/4-ის შებრუნებული ეს არის 4/2. მეორე საფეხური. პირველი წილადი გავამრავლოთ შებრუნებულ წილადზე. ან ჩვენ მივყვებით ამ საფეხურებს, რაც ეკრანზე ჩანს. ანუ ეს საფეხური ჩვენ უკვე შევასრულეთ. ახლა მეორე საფეხური. პირველი წილადი ანუ 2/13 გავამრავლოთ შებრუნებულ წილადზე, ანუ 4/2-ზე. წილადების გამრავლების წესის თანახმად ან მრიცხველი უნდა გავამრავლოთ მრიცხველზე და მნიშვნელი მნიშვნელზე. ანუ 2 გავამრავლოთ 4-ზე და 3 გავამრავლოთ 2-ზე. ეს არის 8/6. და მესამე საფეხური, ეს საფეხური გავამარტივოთ მიღებული წილადი, თუ რა თქმა უნდა შესაძლებელია. წილადის გამარტივებაში გულისხმობ წილადის შეკვეცას. ანუ წილადი შევცვალოთ მისი ტოლი წილადით, ისე რომ მისი მრიცხველის და მნიშვნელიც დავაპატარავოთ. ამისთვის ვიქცევით ასეთნაირად. მრიცხველის და მნიშვნელიც უნდა გავყოთ ერთსა და იმავე რიცხვზე, რაზეც 8 და 6 გაიყოფა. ანუ 8 და 6 ვიცით რომ ორივე იყოფა 2-ზე, ამიტომ შევასრულოთ გაყოფა 2-ზე. 8 გავყოთ 2-ზე და 6-იც გავყოთ 2-ზე. 8 გაყოფილი 2-ზე არის 4, 6 გაყოფილი 2-ზე არის 3. ანუ საბოლოოდ პასუხი არის 4/13. შევნიშნავ, რომ შეკვეცა ჩვენ შეგვეძლო მანამდესაც შეგვესრულებინა, სანამ მრიცხველზე გავამრავლებდით და მნიშვნელზე. ანუ აი ამ ეტაპზე. ან მრიცხველის და მნიშვნელის შეკვეცა შეგვიძლია, ან 2-იანები ზემოდაც და ქვემოდაც ეს მომრავლები ჩვენ შეგვიძლია, აქვე შეგვეკვეცა. ეს უფრო მოსახერხებელია, ვინაიდან უფრო პატარა რიცხვებზე გვიძევს მოქმედება და პირდაპირ დაგვრჩებოდა 4 მრიცხველში და 3 მნიშვნელში და პირდაპირ მივიღებდით ამ პასუხს. ახლა გავაკეთოთ კიდევ ერთი მაგალითი და 1/2 გავყოთ 1/6-ზე. მივყვეთ უკვე ნახსენებ ალგორითმს, პირველი საფეხური. შევაბრუნოთ მეორე წილადი, ანუ 1/6. თუ გაუცვლით ადგილებს, გვექნება მრიცხველში 6, ხოლო მნიშვნელში 1. მეორე საფეხური. პირველი წილადი, ანუ 1/2 გავამრავლოთ შებრუნებულ წილადზე. ანუ მრიცხველი მრიცხველზე, ნიშნელი ნიშნელზე. 6/2. 6/2. ანუ თუ გავამარტივებთ 6/2, ეს არის იგივე 3. ანუ როგორც ვიცით, ეს ხაზი, ან წილადის ხაზი ნიშნავს იგივე გაყოფას და ამიტომ 6 გაყოფილი 2-ზე არის შედეგი 3. მოდი შევამოწმოთ ახლა ვიზუალურ მაგალითზე გაყოფის პროცესი. 1/2 გავყოთ 1/6-ზე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვიპოვოთ თუ 1/6 1/2-ში რამდენჯერ მოთავსდა. მოდი განვიხილოთ ასეთი წრე, რომელიც გაყოფილია 6 ტოლ ნაწილად. როგორც ვიცით, აი თითოეულ ამ ნაწილს ეს არის 1 ნაწილი 6-დან, ამ ნაწილს შესაბამება წილადი 1/6. კიდევ გავაფერადოთ 1 ნაწილი, ესეც არის 1/6 და ესეც ნაწილი. ანუ 3 ნაწილი გავაფერადე მე
6-დან, ანუ ნახევარი. ესე იგი, ნახევარი ანუ 1/2 გავაფერადე, სადაც 1/6 ნაწილი მაქვს მე 3 ცალი. 1/6 ნაწილი 3 ცალი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 1/6 1/2-ში მotავს და 3-ჯერ. ანუ ეს არის იგივე შედეგი, ჩვენ რაც გაყოფის პროცესის დროს მივიღეთ. ანუ 3.